ჩემი ისტორია, ხალატი და გადარჩენა. მე დავიბადე ერთ ძალიან ლამაზ სოფელში. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. თუმცა ერთი განსაკუთრებული ნიშნით. მთელ სოფელში ჩემნაირი არავინ იყო. ასეთი ნიშანი არავის ჰქონდა. მიუხედავად იმისა, საოცარი მეგობრები და კლასელები მყავდნენ და არასდროს მიგუძნია თავი ცუდად. შინაგანად მაინც მღრნი და განცდა. რატომ მე? რატომ არავინაა ჩემნაირი? სარკეში ყურებას თავს ვარიდებდი. ხშირად ვფიქრობდი, ის ვინც სარკიდან მიყურებდა, მე არ ვიყავი. ეს განცდა დიდობაშიც გამომყვა. დაახლოებით 18 წლის ასაკში პირველად გავუსწორე თვალი ჩემს თავს. მივიღე ისეთი, როგორიც ვიყავი. ეს მაინც არ იყო ნამდვილი, საბოლოო მიმღებლობა. როდესაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, აქაც არავინ იყო ჩემნაირი. თუმცა საოცარი კურსელები მყავდნენ. არასდროს მიგუძნია თავი გარიყულად. ცხოვრება ჩვეულებრივი ტემპით მიდიოდა. კურსელები, ლექციები, შატალოები, თბილისის სუნი და რითმი. ცხოვრებაში ასეთი სილაღე და სიხალისე მანამდე არასდროს მიგუძნია. სახლი, სადაც ქირით ცხოვრობდით, თბილისის ერთ გარეუბანში იყო. ლამაზი წყნარი ეზო ჰქონდა. ხშირად ვსხდებოდით ტყემლის ხის ჩრდილში. გოგოები და ბიჭები, ვარჩევდით მზესუმზირას, ვჭურაობდით ქვეყნის ამბებზე. ხან კარდს ვთამაშობდით, ხან ნარდს. ამ ეზოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი. ზედმეტად თავხედი. თუმცა ჩვენ გოგოებს რატომღაც ყოველთვის მოგწონს ასეთი ბიჭები. ჩვენი ურთიერთობა თითქმის ყოველთვის კონფლიქტით მთავრდებოდა. დღის ბოლოს მუდამ ჩხუბით ვშორდებოდით ერთმანეთს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ ერთადერთ ადამიანს ვერც ვუგებდი და ვერც ვიტანდი. ასე ვიცხოვრეთ დაახლოებით წელიწადნახევარი. შემდეგ კი სხვაგან გადავედით საცხოვრებლად ისევ ქირით. გადასვლიდან მეორე დღესვე მომდის წერილი. სიტყვები, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ეზო უჩემოდ ცარიელი იყო. მოვინატრე, ვუყვარბარ, ბოდიშ მიხდიდა. თუ კი რამით მატკინა გული. ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია. ძალიან ლამაზი, ძალიან სათუთი, რომელსაც ჩემთვის სხვა ემოცია და ბედნიერება მოჰქონდა. ის არ იყო მდიდარი, არც ცხოვრებისგან განებივრებული. უბრალოდ ბიჭი იყო, რომელსაც მთელი გულით შეეძლო სიყვარული. მე მისგან არაფერი მჭირდებოდა. ეს იყო წრფელი სიყვარული. ყოველგვარი ანგარების გარეშე. გზად უამრავი დაბრკოლება შეგვხვდა. მაგრამ მაშინ პატარები ვიყავით და ჩვენი სიყვარულით ყველაფერს ვუმკლავდებოდით. ჩვენი სიყვარულობის პერიოდში მას ფეხზე მძიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო. თუმცა მე მზად ვიყავი, თუნდაც უფეხოდ, სიცოცხლის ბოლომდე გავყოლოდი და ხელი არასდროს გამეშვა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კარგად მახსოვს, ოქტომბერი იყო. ჩემს დაბადების დღეზე ყავარჯნებით მოვიდა. იმ დღეს ყველაზე ბედნიერი ვიყავი სამყაროში. მეგონა თუ ერთად ვიქნებოდით, ნებისმიერ ქარიშხალს გავუმკლავდებოდით. მალევე დავქორწინდით. როგორც გითხარით, ღარიბი ოჯახი იყო, მაგრამ რაც ჰქონდათ, ჩემთვის საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. მთავარი ხომ ის იყო, რომ ერთად ვიყავით. დრო გადიოდა, მალევე დავფეხმძიმდი და პირველი ბიჭი შეგვეძინა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლა უკვე მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით ყველაფერს. მივყვებოდით ცხოვრების დინებას შეძლების დაგვარად. შემდეგ კიდევ ორი გოგონა შეგვეძინა. მიუხედავად სირთულეებისა და უამრავი დაბრკოლებებისა, ჩვენ ყველაფერს ერთად ვუმკლავდებოდით. ერთმანეთის გარეშე უბრალოდ ვერ ვძლებდით. ერთ პატარა ოთახში ყოველგვარი დახმარების გარეშე ვზრდიდით სამ შვილს. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე იმის გადატანა მომიწევდა, რაც გამოვიარე. რამაც ჩემს ცხოვრებას საშინელი, წარუშლელი და მოუშუშებელი დაღი დაასვა. გადიოდა წლები, ხან ახმასვა გქონდა, ხანაც დაღმასვა. მუხჩა უხრელი შრომით, ბევრ რამეს მივაღწიეთ ერთად. თუმცა ზუსტად იმ სოფლის არ იყოს, სადაც დავიბადე. ცხოვრებაში განსაცდელი ზუსტად იქ გელის, სადაც არელი. იქ, სადაც ყველაზე მეტად გგონია, რომ მყარად დგახარ ფეხზე. ახლა უნდა დავიწყო იმ ამბის მოყოლა, სადაც ეს სიყვარულით სავსე სახლი ნამდვილ ჯოჯოხეთად გადაიქცა. ჩემს მეზობელს მდგმურად ჰყავდა ერთი ოჯახი, ცოლი, ქმარი და პატარა ბავშვი. დავუახლოვდი ამ გოგონას. ისიც ჩემსავით წვალებით ზრდიდა შვილს. ჩვენი გაცნობიდან რამდენიმე თვეში ეს გოგონა ქმარმა მიატოვა. მე მის გვერდით დავდექი. ყველანაირად ვეხმარებოდი ბავშვის გაზრდაში, ფინანსურად თუ ფსიქოლოგიურად. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფეხზე დამეყენებინა. რამდენიმე თვეში ბინისქირის გადაუხდელობის გამო სახლის დაცლა მოუწია. იმ დროს მის გვერდით არავინ იყო, მხოლოდ მე ვიყავი. ხო და მეც გადავწყვიტე, ეს გოგონა თავისი შვილით ჩემს სახლში შემეფარებინა.